Остаешь. აი ამ ყველაფერში ისმება თავდაპირველად ის, რომ ივნე დაექნა, დაიბადა და 113 დღესა და ადამიანისათვის ყველა დამოხსნელი, ჩვენი გონებისთვის ყველა დამოხსნელი არის ის მოვლენა, თუ როგორ შეიძლება, რომ სამყაროს შემოქმედი გახდეს ადამიანი, დაიბადოს თავმოყრაზე და რითი და როგორ უნდა ახსნას ეს ადამიანი. ეს იხსნება ერთ-ერთი რამ. ეს არის უდიდესი სიყვარული შემქმნელისა, შემოქმედისა, თავისი ქმნილებისა. უდიდესი სიყვარული თუ გვაქვს ღმერთს ადამიანი და მას შემდეგ რაც ადამიანი დასცინდა თავისი ცოდნით, თავისი არასწორი მოქმედებით ღმერთს, მას აღარ ქონდა იმისი შესაძლებლობა, იმისი ძალა, რომ თავისი ჩერიდები გაყვეს. ადამიანს არ ქონდა იმისი ძალა და იმისი შეძლება ისევ ღმერთი ჩქონდა დედამიწაზე და ისე უკალი მოვიდა ჩვენთან, რათა ადამიანი ზეცად აღება. და აი თან როგორი სიმდაბლით აღესრულა ეს ყველაფერი, რომ იშვა ბაგაში. სადაც საქონლის სადგომი იყო. ადამიანებმა სასტუმროში და სახლშიც ვერ მოუნახეს ადგილი. და იშვა ძალიან თავდაბლურად, ძალიან ეს სიმბოლურად ჩვენთვის არის სასწავლებელი, რომ თავდაბლობა შეეყოსოთ, იმიტომ რომ ღმერთი თუ გინდა რომ შენში შემოვიდეს, შენ გულში უნდა მოუმზადო ადგილი, ბაგა უნდა მოუმზადო და გაუსუფთავ ადგილი და იშვება მაცხოვარი აუცილებლად, ხო? და ერთმა ინებოს, რომ თვითონ ჩვენთანგანს გაგვემზადებინოს გული, გაგვემზადებინოს ჩვენი გული, რათა უფალი დაიღალოს იქ და მშვიდობა და სიყვარული სიკეთე სუფევდეს ჩვენს გულებში, რომ შობის მოვლენა და შობის დღესასწაულის სიხარული გავდებდეს მთელი წლის და მთელი ცხოვრების განმავლობაში. როგორ უნდა გავუმზადოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა არის ამისთვის აუცილებელი? აუცილებელია, რომ აუცილებლად ადამიანმა გაანთავისუფლოს თავისი გული შურისაგან, ოღმისაგან, ვარძლისაგან, ბინძი აზრიდან, ფიქრისაგან და სხვა ყოველგვარი უყუღმართობისაგან, ყოველი ცოდვისაგან, რომელიც გულს ავსებს აი ამ უყუღმართობით და მას ხორის ადგილი აღარ არის. და მას შემდეგ რაც ადამიანი ამ ყველაფრისგან განთავისუფლდება სინანულით, აღსარებით, მარხვით, კითილისაგან, აი მერევე ქრისტეს შეგვიდის და შემოვა და შემოგზადება და ჩვენში დამკვიდრდება, რომ აუცილებელია, რომ გვახსოვდეს, რომ ყველაზე მთავარი ამ სამყაროში რაც ხდება, ეს არის ქრისტესთან ყოფნა, ქრისტესთან თანაზიარება და ამის საშუალება მორწმუნეებს ყოველკვირას გვაქვს. ჩვენში მაცხოვარი შემოუშვა. მრავალი მეტყვის და მრავალი ტყვის უნდა არ უნდა ღირსი და არ უნდა არავინ არ არის ღირსი ქრისტესთან მიახლოებით. არასოდეს არ იქნება ღირსი, არც მე და არც არავინ, არასოდეს და ზიარება კი უნდა ვეცადოთ, რომ ვემზადოთ და მარხვით და აღსარებით და სინანულით გამოხატოთ, მაგრამ მაინც არ არის ღირსი. ეს არის საკურნებელი და არა ღირსებით და არა ჯინი. ბევრს არასწორად ესმის. ბევრს გონია, რომ აი რადგანაც სიმარხულა და რადგანაც აღსარება ჩააბარა, ეს ჯინოდ მიეცემა. არც ეს შემთხვევაში. ეს არ არის ჯინი. ეს არის საკურნებელი. რას ვუყურებთ ჩვენ ერთმანეთს, როდესაც ეზიარებიან ადამიანები, მორწმუნეები ასე უნდა საკურნებლად სულისა და ხორცის. განა იმას ვეუბნებით, რომ შენი გამარჯვებისთვის ჯილდო მოგეცა. ერთი რა გაიმარჯვე, ხო? იმარხულე, ეს მარხვა დაგიწესა 64-ში უფალო. შემდეგ ყველა დიდი წინასწარმეტყველი მოსკულები, ყველა წმინდანებიც მარხულობდა. თვითონ ქრისტიანი მარხულა, შენც უნდა იმარხულო. შენ ვინახარ მარხვას არის ესეთ და უარსავ. ანუ ქრისტიანობაზე ამბობ უარს, შენი ვინახე. ანუ ეს ერთი კარგია მეგობრებო.
კარგი არ ვახსარებოდ, მაგრამ მაინც არ არის ჯილი. ეს არის საკურნალო სულისა და ხორცისა. და ჩვენ გასვლა გითხრა საბიდებლად უფლისა, და საბიდებლად უფლისა მოგეცეს უფალი ვადიდოთ ჩვენი ცხოვრებით, ხო? ეს არის უდიდესი სიხარული და უდიდესი ბედნიერება, აი ამ მშობის სიხარულით ქრისტიანს შეუძლია რომ ყოველკვირა აღიაროს მისი გული. ანუ მშობა ყველას გვიყვარს და უდიდესი დღესასწაულია, ხო? და ყველას გვიხარება მშობა და აღდგომა. ყველა დღესასწაული დიდია და ყველა დღესასწაული სასიხარულოა ქრისტიანული, მაგრამ უმთავრესი და უდიდესი დღესასწაულია მშობა და აღდგომა. ასე არის. აი მშობის სიხარული რა კარგია ხო, რომ გიხარია მთელი დღე რომ გახარებული ხარ, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ეზიარებია და მეგეუბნებით თქვენ რომ აი ამ სიხარულით ყოველ ზიარებაზე შეიძლება რომ ადამიანი აღივსოს, იმიტომ რომ იშოს მაცხოვარი როცა ეზიარება, შენ გულში მაცხოვარი დაიბადა. აუცილებლად ეს უნდა გვესმოდეს, იმიტომ რომ რასაც არ გინდა ვაკეთებთ, მთელი კვირა, თვე, წელი, სულ რომ ჯერ ერთი მიზეზი აქვს ხოლმე ადამიანს რომ არ ამსამებს საქმე. სულ რომ სიკეთით წარგემართოს ის საქმე ჯერ ერთი არ წარგემართო. მაგრამ დაუშვათ და რაღაცა ის არაფერი არ გინდა მთელი მილიონები და სამყაროს მთელი ქონება და ცხოვრება მოიპოვო თუ კი ქრისტეს დაკარგა. რა თქმა უნდა, ყველაფერს აკარგა ქრისტესთან ერთად და თუ ქრისტე შენთან იქნება, მაშინ ყოველივეს პატარა ერთ ხმელთურსა და ერთ ჭიქა წყალსაც კი მადლი და ფასი. ზოგადად კიდე ვინც არ არის ტაძარში, მერე განსასწრებელი უმრავლდებოდა თავი აღარ აქვს იმასთან ბრძოლა. განსასწრებელი ჩვენს აქვს, მაზე არ აქვს. მაგრამ ვინ არ თქოს რომ ტაძარში არის და ეზიარება განსასწრებელი პირიქით. ქრისტე გვეუბნება რომ განსასწრებელი გაგიმრავლდება. ვინც ჩემი შვილები არიან, მაგრამ იქვე იმასაც გვეუბნება, მოგეშინია მცირე სამოსო მე თქვენთან ვარ. მე მიძლევია სოფელსა. ანუ ქრისტიანები ჩვენ განსაცდელებს ქრისტეთი ვამარცხებთ. თუ განსაცდელები არის, მაგრამ დიდება და მადლობა უყურთ, როცა ქრისტეა ჩვენთან, როცა ქრისტე იშვება ჩვენს გულებში, აი ამ მშობის მადლით, მაცხოვრის შემწეობით, ყველა ის განსაცდელი იქნება დაძლეული და ღვთის მადლით, მშობის მადლით, თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ ჩვენთაგანს, ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდეს დაეძლიოს თავისი თავი, თავის თავში დაეძლიოს სიზარმაცე, თავის თავში დაეძლიოს ყველა ის ვნება და ყველა ის საქციელი, რომელიც ქრისტეს კარებს უკეტავს და როგორც ღვთისმშობლის ჩაუკეტეს კარების სასტუმროებში არ არის შემიადგილიო და მასხოვარი არ მიიღეს, აი ესე არის ის ადამიანები, ვის ტაძარში არ დადიან არის ზიარებები. იცოდე რომ როცა არ მიდიხარ, შენი ნებით კარებს უკეტე ღვთისმშობელს და ქრისტეს, რომ შენში არ აძლევს საშუალებას დაიბადოს. ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ კარები კი არ დავკეტოთ, არამედ გავუხსნათ მაცხოვრებს. ღვთისმშობელს გავუხსნათ კარი, შემოვიდეთ და ჩვენში იშვას მაცხოვრები. და თითოეული თქვენთაგანის გულში და ოჯახში იშვას მაცხოვრები და სიკეთის სიხარული